რასაც ჩემი პარტია ამჟამად აკეთებს, არის იმის გარკვევა, უკეთესად ვარ თუ არა პოზიციონირებული, რომ მომავალ საყოველთაო არჩევნებში გვიძღვეს. მოვისმინე პასუხი და კეთილგანწყობით ვიღებ ამ პასუხს. დაცემამ მოჰყვა ძლიერი ზეწოლა თავად პარტიის შიგნით, არჩევნებში დამარცხების, საზოგადოებრივი იმიჯის გაუარესებისა და რეალური შიშის შემდეგ ნაიჯელ ფარაჟის რეფორმა UK-ის წინსulis გამო. და სწორედ აქ მოიპოვა დიდი მნიშვნელობა დონალდ ტრამპის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებამ მედიაში. გადადგომამდე ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ სტარმერი წავიდოდა და თქვა, რომ მან სერიოზულად წააგო ორ მთავარ საკითხში, იმიგრაციასა და ენერგეტიკაში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის მოპოვებას. რამდენიმე საათში სტარმერი დაუნინგ სტრიტზე გამოჩნდა. მან აღიარა, რომ თავად პარტიაშიც კი კითხულობდნენ, იყო თუ არა ის ჯერ კიდევ სწორი ადამიანი ლეიბორისტების შემდეგი საერთო არჩევნებისთვის წასაყვანად. მან მეფე ჩარლზ III-ის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა და გზა გაუხსნა ხელმძღვანელობის შეცვლას. მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში სტაბილურობის დაპირებით მოვიდა, ბრიტანეთის პოლიტიკური კრიზისის კიდევ ერთ თავად იქცა. რა გახდა სტარმერის ასე სწრაფად დაცემის მიზეზი? რატომ? ტრამპმა სწორედ იმიგრაცია და ენერგეტიკა დაასახელა მარცხის ნიშნებად, როგორც ცდილობს ლეიბორისტული პარტია ხელისუფლების სახის შეცვლას ისე, რომ გადაწყვეტილება ხალხს არ დაუბრუნოს, ამასაც მალე მოგიყვები. თუ ასეთი პირდაპირი და უშუალო კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. სტარმერმა განცხადება ლონდონში, დაუნინგ სტრიტის ნომერ 10-ის წინ ბრიტანეთის ძალაუფლების ცენტრში გააკეთა. მან განაცხადა, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტს დატოვებს და დარჩება პოსტზე მანამ, სანამ მემკვიდრეს არ აირჩევენ, ცდილობს ეს წასვლა ორგანიზებულ ტრანზიციად წარმოაჩინოს, მაგრამ პოლიტიკური ფაქტი მისთვის მძიმეა. მთავრობაში მოსვლიდან 2 წელზე ნაკლებ დროში, დიდი გამარჯვების შემდეგ პრემიერ-მინისტრს უკვე აღარ ჰქონდა საკმარისი ძალა საკუთარი ფრაქციის შიგნით, რომ გაეგრძელებინა საქმიანობა. დაქვეითება ერთ ეპიზოდს არ მოჰყოლია. სტარმერი აგროვებდა მარცხებს, კრიტიკას და ავტორიტეტის დაკარგვას. ლეიბორისტულმა პარტიამ შედეგით იზარალა და ცუდ შედეგებს ადგილობრივ არჩევნებში. ტრამპი ამ სცენარში ჩაერთო მანამ, სანამ საბოლოო დაცემა მოხდებოდა. Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქეირ სტარმერი გადადგებოდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან. ეს ფრაზა პოლიტიკური შტამპი გახდა იმ დროს, როცა სტარმერი ცდილობდა ფეხზე დარჩენას. ტრამპის აზრით, ბრიტანეთის კრიზისი ზუსტად აჩვენებდა სუსტი ლიდერობის ფასს ისეთ საკითხებში, რომლებიც ეხება უსაფრთხოებას, სააზღვრებს, ცხოვრების ხარჯებს და ენერგეტიკულ სუვერენიტეტს. იმიგრაცია ბრიტანეთის პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე ფეთქებად საკითხად იქცა. ფარაჟისა და რეფორმა ბრიტანეთის წინსვლა შემთხვევით არ მომხდარა. პარტია გაიზარდა სწორედ იმ ამომრჩევლების უკმაყოფილების გამოყენებით, რომლებიც თავს იგრძნობენ უყურადღებოდ ლონდონის მხრიდან, განსაკუთრებით ინგლისის ჩრდილოეთში და იმ რეგიონებში, სადაც ლეიბორისტებს ყოველთვის ძლიერი ბაზა ჰქონდათ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ახსენა ჩრდილოეთის ზღვა, ნავთობის მოპოვების დაცვის მიზნით. ეს არის პირდაპირი კრიტიკა იმ შეზღუდვების გზის, დაჩქარებული მწვანე ტრანზიციისა და ენერგეტიკულ დამოკიდებულებაზე, რომელსაც ბრიტანეთის პოლიტიკის ნაწილი ბოლო წლებში მისდევს. სტარმერმა სცადა ღირსების შენარჩუნებით გამოსვლა. მან თქვა, რომ ყველა გადაწყვეტილება მიღებული იყო გაერთიანებული სამეფოს ინტერესების გათვალისწინებით. მან განაცხადა, რომ თავისი პარტიის პასუხი კეთილდანწყობით მიიღო და დაპირდა მხარდაჭერას იმ ადამიანს, ვინც შემდეგ დაიკავებს ამ პოსტს. ასევე თქვა, რომ ახალი ლიდერის ნომინაციის პროცესი 9 ივლისს გაიხსნება და თუ კონკურენცია იქნება, სექტემბერში პარლამენტის დაბრუნებამდე ახალი ლიდერი უნდა დაინიშნოს. თუ რეალური კონკურენცია არ იქნება, ცვლილება შეიძლება უფრო ადრე, ჯერ კიდევ ივლისში მოხდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ჟესტი იყო ამის შესახებ მეფე ჩარლზთვის შეტყობინება. ბრიტანულ საპარლამენტო სისტემაში პრემიერ-მინისტრს ამომრჩეველი პირდაპირ არ ირჩევს, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში. პარტიის ლიდერი, რომელსაც უმრავლესობა აქვს თემთა პალატაში, ქმნის მთავრობას. ცვლილება არ ხდება იმიტომ, რომ მთავრობა კომფორტულადაა. ცვლილება ხდება იმიტომ, რომ ზეწოლა აუტანელი გახდა. სტარმერმა სტაბილურობა დაჰფირდა, მაგრამ საბოლოოდ კიდევ უფრო მეტ არასტაბილურობას აძლევს პოლიტიკურ სისტემას, რომელმაც უკვე რამდენიმე პრემიერ-მინისტრის გადადგომა ნახა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ის ამტკიცებს, რომ გაერთიანებული სამეფო ვერ გააგრძელებს პარტიის შიდა ცვლილებებით მმართველობას, ისე რომ ამომრჩეველი გადაწყვეტილების მისაღებად არ გამოიძახონ. კრიტიკა ბრიტანული პოლიტიკის ძველ ჭრილობაზე მიგვანიშნებს.
პრემიერ-მინისტრები გადადიან, ახალი ლიდერები მოდიან, მაგრამ ხალხი ხშირად მხოლოდ პარლამენტში განხორციელებულ ცვლილებებს უყურებს. კონსერვატორებმაც რეაგირება მოახდინეს, ცდილობდნენ ლეიბორისტების დამცირების გამოკვეთას. ოპოზიციამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც ცრუ ვაკანსიის რეკლამას გავდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. ირონიით აღნიშნავდა გახსნილ ვაკანსიას და ამბობდა, რომ ლეიბორისტული პარტია ეძებს ვინმეს, ვინც კრიზისში მყოფ მთავრობას უხელმძღვანელებს. პროვოკაციამ მიზნად ისახავდა სტარმერის სისუსტის, ბარნჰამის სწრაფი მოქმედების და იმ განცდის გამოკვეთას, რომ მთავრობა მოკლე დროში დაკარგა მიმართულება. კონსერვატორების ირონიამაც დაარტყა მტკივნეულ წერტილებს. სესხების ღირებულება, თავდაცვა, გადასახადები, საჯარო ხარჯები და მმართველობის კრიზისი. მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატორებს ჯერ კიდევ აწევთ წინაცლების დეზგასთე, სტარმერის გადადგომამ მათ რეაგირების შანსი მისცა. მათი არგუმენტია, რომ ლეიბორისტულმა პარტიამ კომპეტენტურობა დააპირა და პოლიტიკური ქაოსი მოიტანა. ევროკავშირიც კრიზისის გავლენის ქვეშ მოექცა. გადადგომის განცხადების შემდეგ ბრიუსელმა დაიწყო ხელახალი შეფასება დიდი ბრიტანეთთან დაგეგმილი სამიტის ჩატარების შესახებ, რომელიც ივლისში უნდა გამართულიყო. დიდი ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ერთ-ერთი ის სფერო იყო, სადაც კირ სტარმერი დიპლომატიური აღდგენის ჩვენებას ცდილობდა. მაგრამ მისი წასვლა კითხვებს აჩენს ამ დაახლოების ტემპთან და იმასთან დაკავშირებით, რას გააკეთებს ბარნჰემი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან ბრიტანეთის მემარჯვენე ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს ევროკავშირთან ზედმეტად დაახლოების ნებისმიერ მცდელობას. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებმაც 2016 წელს ბრექსიტი დაიცვეს, ლონდონის ბრიუსელის გეგმებში დაბრუნების იდეა სუვერენიტეტის დათმობად ჟღერს. სტარმერს უკვე ადანაშაულებდნენ კრიტიკოსები იმაში, რომ ის ძალიან აახლოებდა გაერთიანებულ სამეფოს ევროკავშირთან. ბარნჰამს თუ ის დაიკავებს ამ პოსტს, იგივე ზეწოლას შეხვდება. ბრიტანულ ნაციონალისტურ ბანაკშიც პარალელური განხეთქილებები გაჩნდა. მოძრაობა რესტორ ბრიტან დაყოფილი გამოჩნდა რუპერტ ლოუს განცხადებებისა და ჩარლი დაუსის გამოსვლების შემდეგ იმიგრაციასა და ევროკავშირზე. ლოუმ სცადა პარტია ეთნონაციონალისტური მიმდინარეობებისგან დაეშორებინა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს კონტროლირებად იმიგრაციას და არა მთლიანად იმიგრაციის წინააღმდეგ პოზიციას. ახალი ამბების გამოშვებამ ასევე დააფიქსირა ლიდერების, საერთაშორისო ლიდერებისა და პოლიტიკური ფიგურების რეაქციები, რომლებმაც სტარმერის წასვლას დიპლომატიური ქებით უპასუხეს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა მადლობა გადაუხადა მას ევროპის და უკრაინის უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის. ლეიბორისტული ლიდერებმა შეაქეს მისი კარიერა, გაიხსენეს 2024 წლის გამარჯვება და პარტიის აღდგენა წინა მარცხების შემდეგ. მაგრამ ეს ქება არ აქრობს მთავარ ფაქტს. მისი გადადგომა დიდ წინააღმდეგობას აჩვენებს. ლეიბორისტული პარტია ხელისუფლებაში სტაბილურობის დაპირებით მოვიდა. ეხლა 2 წელზე ნაკლებ დროში გაერთიანებული სამეფო კიდევ ერთი პრემიერ-მინისტრის შეცვლას ხედავს. ტრამპმა უკვე დაასახელა ეს კრიზისი როგორც მიგრაციისა და ენერგეტიკის მარცხი. ევროპის კავშირი თავის დღის წესრიგს თავიდან თვის. კონსერვატორები ცდილობენ ეს ვაკანსია საჯარო დამცირებად აქციონ. და გაერთიანებული სამეფო კიდევ ერთ ძალაუფლების ბრძოლაში ერთვება. ისე რომ ამომრჩეველი დაუყოვნებლივ არ გამოუძახებიათ მთავრობის მომავლის გადასაწყვეტად. ეხლა სცენა გარდამავალია. მოთხოვნებითა და დაპირისპირებით სავსე. სტარმერი კიდევ რამდენიმე კვირით რჩება დროებით პრემიერ-მინისტრად, მაგრამ პოლიტიკური ძალაუფლება უკვე სხვაგან გადავიდა. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველ დღე სიმართლე მოგაწოდო და კარგად დაგაინფორმირო. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწელე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთო მილსონ ალვესის საზოგადოებაში.